ახალი წელი ბევრი სიხარულის, წვეულების, ოჯახური და მეგობრული შეკრების დროა, თუმცა ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად იმატებს ისეთი პრობლემები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას უკავშირდება. საუბარია საჭმლის მომნელებელ დარღვევებზე, ალკოჰოლის მიღების შედეგად გამოწვეულ დისკომფორტზე, რომელსაც ბევრი ჩვენგანი უკვე პირველივე იანვარს აწყდება. სიმძიმე კუჭში, შებერილობა, გულძმარვა, ენერგიის დაქვეითება, თავის ტკივილი, ნაბახუსები, მოკლედ ეს ყველაფერი ორგანიზმის პასუხია დღესასწაულებზე, შეცვლილი კვებით და ცხოვრების რეჟიმზე. დღეს ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ ამ პრობლემების მიზეზებზე და მდგომარეობის შესამსუბუქებელ და თავიდან აცილების საშუალებებზე. ჩვენთან სტუმრად არის საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე, რომელიც კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რის გამოც ჩვენ შეიძლება მივმართოთ აი ამ სხვადასხვა ფარმაცევტულ საშუალებებს დღესასწაულის პერიოდში. მოგესალმებით ჟანა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი და მოკლედ სამ თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, სამ ძირითად თემაზე. მნიშვნელოვანზე ეს არის ზოგადად საჭმლის მომნელებელი სისტემის, ასე ვთქვათ, შემსუბუქება მისი მდგომარეობის, ეს არის ალკოჰოლი და საბოლოო ჯამში ბოლოს ვისაუბრებთ ასევე ძალიან ბევრ ტკბილეულს რომ მივირთმევთ. ეს როგორ ხო, იმიტომ რომ ბევრი სასუსნაოა ხო, გოზინაყი, ნამწყვრები, ასეთი ტორტი, ჩურჩხელა, ჩინური ტორტი, ტაილანდური ტორტი და ასე შემდეგ. კარგი, დავიწყოთ ახლა. საკმაოდ მძიმეა საახალწლო სუფრა, ხო? რუტინა. დატვირთულია ნიგბზიანით, გოჭი, ღორის ხორცი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ რითი ვეშველებით ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად ახალი წელი ყოველთვის არის დაკავშირებული სასიამოვნო სიახლეებთან. თქვენ სტუდიაში ძალიან კარგად იგრძნობა უკვე ეს ხასიათი, თუმცა ასევე დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი სუფრა, საახალწლო სუფრა საკმაოდ დატვირთულია სხვადასხვა პროდუქტებით, ხო? შემოდის ტკბილეული, ნიგბზიანები, შემწვარი, ცხიმიანი საკვები, რაც გარკვეულწილად გრძელდება არა მხოლოდ 1 და 2 დღე, არამედ 13-14 თვე. კი, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღის განმავლობაში. 19-ში. რასაკვირველია და ამ პერიოდში ყოველთვის იმატებს ისეთი პრობლემები, როგორც არის გაგვიგია მაგალითად, რომ კუჭში სიმძიმის შეგრძნება, შებერილობა, გულძმარვა, რაც გარკვეულწილად დისკომფორტიც არის, ხო? სისავსის შეგრძნება და ასე შემდეგ. რატომ ხდება ეს ყველაფერი, ესეც რა უთხრათ მაყურებელს? ჩვენ წლის განმავლობაში ასე თუ ისე რეჟიმულად ვიკვებებით, შეიძლება ძალიან ჯანსაღად არა, ვცდილობთ მაინც, ხო? თუმცა აი ასეთი დატვირთულობა, აი ამ რაოდენობის მრავალფეროვნება და ასე ამდენი ტკბილეული, ასეთი ცხიმიანი და ასეთი ულუფებით მიღება. ხშირით დღის განმავლობაშიც. აბსოლუტურად გეთანხმებით. მეტი სიხშირით, დიდი ულუფებით, ხამე, ხო? წვეულებებზე სიარული და ასე შემდეგ ვიღებთ ამ გარკვეულწილად აი ამ განსხვავებულ და აი ამ მრავალფეროვან საკვებს და ეს ჩვენი ორგანიზმისთვის საკმაოდ სტრესია. აწვება ეს კუჭნაწლავს, მეტად მონელების პრობლემა, მეტად უფრო გართულებულია, რატომ ჩვენს ორგანიზმში არსებული ფერმენტები, რომელიც ბუნებრივად ისედაც გვაქვს, ვერ ერევა ამ რაოდენობის საკვებს, ამ მრავალფეროვან საკვებს, ამიტომ ჭირდება რაღაც გარკვეული, კი, რა თქმა უნდა, ჭირდება მიხმარება და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ შემთხვევაში რა არის? ხელოვნურად მივაწოდოთ ეს ბუნებრივი ფერმენტები. ჩვენ თუ ვერ ამოვიკერავთ, ეგრე უნდა ვქო. ახალ წელს უხდება, ხო? არა ამოკერვა პირის, ასე რომ ვიღებთ თავს ვაძლევთ უფლებას რომ მივიღოთ ეს განსხვავებული საკვები. რა მივაყოლოთ ამ საკვებს, ნახეთ. ჩვენ ვთქვით რომ გვჭირდება მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ეს არის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლების მონელება, ხო? კარგად რომ იყოს ახსნილი ჩვენი მაყურებლისთვის, ლიპაზა, ამილაზა და პროტეაზა არის ის სამი ძირითადი შემადგენელი ფერმენტი, რომელიც ამ ყველაფერს ძალიან კარგად უწყობს ხელს, რომ მონელება იყოს უფრო მსუბუქი, მარტივი, კი, რა თქმა უნდა, ეხმარება. ჩვენს პორტფელში ჩვენ გვაქვს ესეთი პროდუქტი კრეზამი, რომელიც გახლავთ ფერმენტი, რომელიც შეიცავს აი ამ ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზას და ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების, რასაც ჩვენ ვიღებთ დიდი ულუფებით ღამის განმავლობაში და ასე შემდეგ, მის აქტიურ მონელებას და სრულყოფილ მონელებას უწყობს ხელს. ორი სიტყვით ვიტყვი ზოგადად კრეზამის თაობასთან დაკავშირებით. ეს არის მეოთხე თაობის ფერმენტული პრეპარატი. ბატონი ოთარი დამეთანხმება, რომ არსებობს პირველი და მეორე თაობის ფერმენტული პრეპარატები, რომელიც არის ტაბლეტირებული ფორმით. და რა განსხვავება ამ ტაბლეტირებულსა და
კაფსულირებულ ფორმას შორის. ჩვენ უყურებთ, რომ აქ არის მიკროპელეტები, მიკროგრანულები, რომელიც ძალიან კარგად ერევა საკვებს, აი ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ტაბლეტთან შედარებით, აი ეს მიკროგრანულები ფაქტობრივად სრულად ერევა საკვებს და მონელების პროცესი მიდის ძალიან ეფექტურად და სრულყოფილად. ამიტომ კრეზამის შემთხვევაში ეს მიღების ჯერადობა ასეთია. აი, როდესაც მსუყე საკვებს მივირთმევთ, საკვებთან ერთად უნდა შეგვიძლია აუცილებლად უნდა მივირთოთ საკვებთან ჭამის დროს. სუფრაზე, პირდაპირ სუფრაზე. 1-2 კაფსულა, კი. ჯიბეში მოდით ვუთხრათ, რამე მნიშვნელობა აქვს დღის რომელ მონაკვეთში მივიღებთ ამას და რამდენჯერ? ძალიან კარგი კითხვაა. რამდენჯერად შევჭამთ ცხიმიან და მსუყე საკვებს? იმდენჯერ შეგვიძლია დავაყოლოთ, როგორც თქვით, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების. და ერთ კაფსულას ვიღებთ, ხო? 1 ან 2 კაფსულა შეგვიძლია მივიღოთ დღის განმავლობაში. ექიმის რეკომენდაციის გარეშე შეიძლება მიღებოთ? აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ფარმაცევტს ვკითხოთ, აფთიაქში შეგვიძლია მივიდეთ. აი, ხა გავეჟღერებ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას. PSP საფთიაქო ქსელში აი ამ პროდუქტზე მიმდინარეობს 1+1 შეთავაზება. ერთი კოლოფის ყიდვის შემთხვევაში მეორე კოლოფს მომხმარებელი მიიღებს საჩუქრად და ეს არ მთავრდება დეკემბერში, ჩვენ გავთვალეთ იანვრის სადღესასწაულო დღეები, ამიტომ 31 იანვრის ჩათვლით შეგვიძლია რომ მივმართოთ PSP-ს ერთია თუ სხვადასხვა დოზა? ერთი დოზა გახლავთ, ეს არის 10,000 საერთაშორისო ერთეული. ასევე მთელი ოჯახისთვის შეგვიძლია რომ ჭამის ამბავი მოვაგვარეთ. ახლა ახლა გადავიდეთ ალკოჰოლზე გადავიდეთ. ალკოჰოლზე გადავიდეთ არანაკლებ მნიშვნელოვანია და არანაკლებ შემაწუხებელიც არის. არა მხოლოდ მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვისაც. ამ შემთხვევაში ვახუსი რა არის? ვახუსის შემთხვევაში დიდი რაოდენობით კი ვიღებთ ალკოჰოლს, მაგრამ შარდმდენი მოქმედება აქვს ამ ალკოჰოლს, ამიტომ დიდი რაოდენობით იკარგება ელექტროლიტები, რაც შემდეგ იწვევს პირის სიმშრალეს, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას. აი, გეტყვით კიდევ რა არის და გამოღვიძებისას შეიძლება ოთახში ყველაფერი ტრიალებს, აი ასეთი ტერმინიც კი გაგვიგია. რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ვკარგავთ დიდი რაოდენობით ელექტროლიტებს, ვკარგავთ გლუკოზას, ღვიძლში ალკოჰოლი, როდესაც გადამუშავდება, ეს ტოქსინები გამოიყოფა, რაც იწვევს გულის რევაღებინებას და ასე შემდეგ და იმ არასასიამოვნო სიმპტომებს, რაც ნაბახუსებს თან ახლავს. ამიტომ აუცილებელია რომ მოუხსნათ ეს სიმპტომები. ჩვენ სპორტფელში ჩვენ გვაქვს ალკორესტი და ალკორესტის მნიშვნელობაზე მინდა ვისაუბრო, რატომ? ნახეთ, ბუნებრივ კომპონენტებზე, კომპონენტებისგან შემდგარი პროდუქტი გახლავთ. არსებობს სინთეზური საშუალებები, რომელიც ალკოჰოლური სინდრომის მომხსნელია და არსებობს ბუნებრივი ასპირინი, რომელიც შედის ალკორესტში. აი ეს არის თეთრი ტირიფის ქერქისგან მიღებული ასპირინი, ბუნებრივი, რომელიც არ აღიზიანებს ჩვენს კუჭ-ნაწლავს და ხსნის აი თავის ტკივილს და აი კუნთების ტკივილს, რაც ახასიათებს ნაბახუსებს. ასევე ვიტყვი, რომ ელექტროლიტებს შეიცავს, რაც თქვი, რომ იკარგება დიდი რაოდენობით, ნატრიუმს და კალიუმს, გლუკოზას და შეიცავს ქოლინს. ეს წყალში ხსნადი შუშხუნააბია, ხო? შუშხუნააბი და რამდენი აბი უნდა მივიღოთ? და როდის უნდა მიღების წესი, ხო? 3-4 ეს ჯიბით უნდა ვატაროთ, როდესაც სუფრაზე ვიქნებით თუ ეს შემდეგ მეორე დღეს? შესაძლებელია მიიტანე, სადაც მიდის. არა, როდესაც სვავთ არა. აი, უკვე როდესაც ნაბახუსები იქნება, შეგვიძლია რომ თან სახლში გქონდეს და როდესაც უკვე გავიღვიძებთ და ეს სიმპტომები თავს გვაქვს, ჩვენს თავს არსებობს, აი ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ დღის განმავლობაში 3-4 შუშხუნა ერთ მიღებაზე ერთი. ერთ მიღებაზე ერთი 200 მლ წყალში იხსნება, ჩვეულებრივ წყალში იხსნება, სასიამოვნო დასალევით არის, გლუკოზას შეიცავს, აი გლუკოზაზე ვიტყვი რომ იმ ენერგიას, რომელსაც ვერ ვგრძნობთ ხომ ნაბახუსების დროს, აი გლუკოზა აღადგენს ამ ენერგიას და მნიშვნელოვნად მინდა ქოლინს გაუსვა ხაზი, რომელიც ღვიძლის ფუნქციებს აღადგენს. ჩვენ ვიცით რამდენად ტოქსიურია ხო ალკოჰოლი ორგანიზმისთვის და განსაკუთრებით ღვიძლისთვის. დაცვა ყველაფერში საჭირო აუცილებელი. ამიტომ ქოლინის შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციები ნელ-ნელა იბრუნებს თავის სახეს. რაც შეეხება ალკორესტის შეთავაზებას, ეხლა PSP საფთიაქო ქსელში პარასკევობით გვაქვს 1+1 შეთავაზება, მაგრამ ვინაიდან ის პარასკევობა? მე აუცილებლად უნდა მოვასწროთ. ვიცი, რაღაცას ამბობთ, ვინაიდან და 1 იანვრიდან
ვინაიდან უფრო დატვირთული რეჟიმი მოდის ბატონო. ალკოჰოლთან დაკავშირებით 50%-იანი ფასდაკლება ყოველდღე PSP-ს საფთიაქო ქსელში. ანუ ზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. მოიცა შუგა ნორმით მაინე განსაკუთრებულად ტკბილეულთან დაკავშირებით როგორ მოუხსნათ პრობლემა. გადავედით დესერტზე ახლა. მივირთვით ბევრი გოზინაღი, ბევრი ჩურჩხელა, ნამცხრები, ტორტი და ასე შემდეგ და რას გშველის შუგარ ნორმი. ტკბილეულს თავს ვერ ავარიდებთ. 100 წელს ვერაფრით როგორც არ უნდა ვეცადოთ. ამიტომ შუგა ნორმზე რა მინდა ვთქვა, რომ ეს არის ბუნებრივი, ასევე ბუნებრივი კომპონენტებისგან შემდგარი პროდუქტი, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და ტკბილზე მოთხოვნილებას ამცირებს სწორედ აი იმ კომპონენტების გათვალისწინებით, რაც მის შემადგენლობაში შედის. ეს არის თეთრი თუთის ექსტრაქტი, ალფა-ლიპოის მჟავა, დარიჩინი და ქრომი, რომელიც ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას. და რა უნდა ვქნათ, როდესაც გვინდა რომ ტკბილეული ვჭამოთ, 15 წუთით ადრე უნდა მივიღოთ. რაღაცებს გვეუბნება ეს კუქო. აი ვერ გეტყვით ხა რომ სრულად აკრობს რასაკვირველია, მაგრამ ტკბილზე მოთხოვნილება მცირდება, რაც უფრო ინტენსიურია მიღება, ტკბილზე მოთხოვნილებაც უფრო მცირდება. ხო, ის შეგვიძლია დღის განმავლობაში მაქსიმალური რეკომენდებული დოზა გახლავთ 3 აბი დღის განმავლობაში. ამიტომ თუ ჩვენ რეგულარულად სანამ ტკბილეულს მივირთმევთ, იქამდე 1 აბს მივიღებთ 15 წუთით ადრე, მას აქვს უნარი რომ ტკბილზე მოთხოვნილება შეამციროს და ზოგადად წონის კორექციასაც გარკვეულწილად უწყობს ხელს. ვერ გეტყვით რომ სრულყოფილად, მაგრამ გარკვეულწილად გლუკოზის დონეს არეგულირებს სისხლში. ერთი რამ აუცილებლადას მაყურებელს შეიძლება აინტერესებდეს, გარდა ახალი წლებისა, სადაც სიმძიმე მეტია, სხვა პედროს წელიწადის სხვადასხვა დოზებით შესაძლებელია ხო მივიღოთ ეს? აბსოლუტურად შესაძლებელი. ძალიან კარგი შეკითხვა, აბსოლუტურად შესაძლებელია, როდესაც ჩვენ მივდივართ სადღესასწაულოს არა მხოლოდ ახალი წლის, ისე ზოგადად სხვა დროსაც, ზოგადად სადღესასწაულოს უფროზე. შეგვიძლია რომ თუ ვიცით რომ უნდა დავტვირთოთ ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა კი მძიმე საკვებით, მოდი ესა ვიტყვი. ჩავაგდოთ არა მეუღლის მეუღლის ჯიბეს ჩავაგდოთ. ალკორესტის სახლში უნდა გქონდეს. აი კრეზამი შეგვიძლია რომ თან წავიღოთ. შუგა ნორმი შეგვიძლია რომ თან წავიღოთ. შუგა ნორმზე ვიტყვი რომ პარასკევს არის PSP-ს საფთიაქო ქსელში 1+1 შეთავაზება, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ჟანა მაღლაგელიძემ დაგვილაგა. ახალი წლის სუფრა თლიანად დაალაგა, არ გვეშინია არც ნიგზიანის, არც ცხიმიანის, არც ალკოჰოლის და არც ტკბილეულის. ძალიან დიდი მადლობა ჟანა. მადლობა და დამდეგს გილოცავ. ასე გამომაცხადე.